საღამომშვიდობისა მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით. დღევანდელი ჩვენი გაშლა იქნება ცოტათი განსხვავებული ჩემი სხვა გაშლებისგან, რადგან გავაკეთებ ცხოვრების სამ სფეროზე გაშლას. ეს იქნება კარიერა, ფინანსური მდგომარეობა და თქვენი პირადი ცხოვრება. აქედან თუ ვისაც რა გაინტერესებთ, უყურებთ იმას, ხოლო ვისაც სამივე და გაინტერესებთ, სამივეს უყურებთ. მოდი დავიწყოთ. რა მოხდება ერთი თვის განმავლობაში თქვენს ფინანსებში? ვნახოთ. რა მოხდება ერთი თვის განმავლობაში თქვენს კარიერაში, რა მდგომარეობა იქნება? ვისთვისაც აქტუალურია ეს საკითხი, რა მდგომარეობა იქნება თქვენს კარიერაში და რა სიტუაციების შემოვა, როგორ წარიმართება თქვენი პირადი ცხოვრება ერთი თვის განმავლობაში. მოდი ვნახოთ. არ შეიმჩნიოთ, ცოტა შელახულია, მაგრამ ძალიან მიყვარს, რადგან ძალიან სწორ პასუხებს მაძლევს ყოველთვის. ამიტომ დღესაც ავირჩიე ეს. მოდი დავიწყოთ. მთლიანი ფონი, ეს რომელ საკითხს ეხება, ვერ გეტყვით, მაგრამ მთლიანი ფონი არის ესეთი, რომ ვიღაცებს შეეხება კონკრეტულად, რომ აი ესეთ დინებას მიყვებით რაღაცნაირად, თითქოს რაღაც მოქმედებებზე არ ხართ გადასული ჯერჯერობით კონკრეტულ საკითხში. ეხლა ჩავშლი უფრო ძირითადად და გავიგებთ, რასთან დაკავშირებით არის ეს ინფორმაცია. დინებას მიყვებით და იცით, რომ წინ რაღაცა კარგი გელით. მოდი ვნახოთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა როგორ იქნება ერთი თვის განმავლობაში. საინტერესოა. აქ არის როგორი სიტუაცია ახლა. ანუ მიყვართ ისეთი ადამიანები უფრო ძირითადად, ვინცაც ცოტა გიჭირთ ფულის ხარჯვის კონტროლი. შეიძლება ასე ვთქვა. რადგან არ გიყვართ, ან არ იცით, ვერ აკონტროლებთ, როგორ არ გქონდეთ ზედმეტი ხარჯები, ზედმეტი გაუთვალისწინებელი ხარჯები. ზოგჯერ შეიძლება ისეთ რაღაცებში ხარჯავთ თანხებს, რაც საერთოდ საჭირო არ არის და ფიქრობთ, რომ უბრალოდ დაინახეთ, მოგეწონათ, შეიძინეთ და მე ფიქრობთ, რომ რაში უნდა გამოიყენო ეს, რაღაც ესეთი ცოტა ყურადღების მიქცევა გჭირდებათ იმ ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით. ცოტა ესეთი ფლანგველს რო ეძახიან ხოლმე, ესეთი ხართ ფულთან მიმართებაში. კარგი, მოდი ჩავშალოთ, რა სიტუაციები გექნებათ ერთი თვის განმავლობაში თქვენს ფინანსებში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. რა სიტუაციები გექნებათ ერთი თვის განმავლობაში თქვენს ფინანსებში. იგივე მოვიდა, რაც წეღან ამ დასტაზე 6-იანის ხმლები, აქაც 6-იანის ხმლები. საინტერესოა, ანუ ეს ინფორმაცია იყო თქვენზე. როგორც ჩანს, ამ წუთას ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ გგონიათ, რომ თავისით შეიცვლება რაღაცა და თქვენ თვითონ არაფერს დიდად არ მოქმედებთ. კარგება, რა მოხდება ერთი თვის განმავლობაში თქვენს ფინანსებში? ვნახოთ. ინტერესოა. ზუსტად. მოკლედ, ანუ რა სიტუაციები გაქვთ ხოლმე და ახლაც იგივე მდგომარეობა გექნებათ, მეგობრებო.
ვერ ვიტყვი, რომ შემოსავლების მხრივ რაღაცა არ გაქვთ, ან გიჭირთ. საკმარისად გაქვთ შეიძლება, მაგრამ ეს საკმარისი, ასე ვთქვათ, არ აღმოჩნდება ხოლმე საბოლოოდ საკმარისი თქვენთვის, რადგან საბოლოოდ მიხვდებით ხოლმე, რომ აი ძალიან ზედმეტ არასაჭირო რაღაცებში ფლანგავთ ფულს და რადგან თქვენს თანხებს და თქვენს შემოსავლებს ასე უდიერად ექცევით, საბოლოოდ ხდება ისე, რომ აი იყინებით რაღაც ერთ ადგილზე, მერე აი ცოტა ისეთი ის გჭირთ ხოლმე, აი ხელმომჭირნეობა ხო, რაღაცა ესეთი, რომ აი მერე უკვე ბოლოში რო ხართ, რაღაცა ბოლო კაპიკები რო გაქვთ, ასე ვთქვათ, მერე უკვე აი ძალიან შეიძლება ვიღაცებს უკვე დეპრესიაც გემართებათ და მაგრამ აი რა იქნება ერთი თვის განმავლობაში. ეს ასე კი ხართ აქამდე, მაგრამ ახლა იცით როგორი მდგომარეობა გექნებათ აი ამ ერთი თვის განმავლობაში, რომ აი თითქოს რაღაცა პიკზე რო ხართ, ხო იცი, რომ აი უკვე მეტი რო აღარ შეგეძიათ ესე რომ დემდე უნდა გააგრძელოთ და რაღაცა იცით როგორი რაღაც შემოვა, რომ გაუშვებთ აი ამ რაღაცა ძველ ფინანსურ პრობლემებს, რაც გქონდათ, თითქოს უშვებთ. აი უფრო რაღაცა მეტად აქამდე თუ ესე ზედაპირულად უყურებდით თქვენ შემოსავლებს, ეხლა თითქოს აი არ ვიცი რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება უბრალოდ ყელში ამოგივიდათ ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ საკმაოდ განიცდით როგორც ჩანს აი ამ სიტუაციებს ხოლმე შემდეგ, რომ რატო აკეთებთ ასე და ამდენს რატო ხარჯავთ ასე უდიერად და რატომ არ იცით ფულის დაზოგვა დაუშვათ, ძალიან განიცდით მე ამებს და ახლა უკვე აი ამ ერთი თვის განმავლობაში გადაწყვეტთ, რომ თქვენ უფრო მეტად გონებით განსაზღვროთ თქვენი ფინანსები. აი თითქოს რაღაცა სულ გამოთვლებში იქნებით, აი სულ განსაზღვროთ, აი ეს ამისთვის, ის იმისთვის, რაღაცა ესე დააცალკავთ თქვენს შემოსავლებს და თქვენს ფინანსებს. ასევე რადგან ამოვიდა ეს ბორბალი ბედის, ძირითადად მიუთითებს იმას, რომ რაღაცა იღბლიანი პერიოდიც მოდის თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება ვიღაცა რაღაცა ახალ საქმეს იწყებთ, რაღაცა ახალი იდეები გიჩნდებათ და გადაწყვეტთ, რომ აი ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი. აი უფრო თითქოს მომწიფებულ ასაკში გადადიხართ რაღაც ესე რომ არიან, ხო იცი, პატარა ასაკში უფრო გართობაზე და ფულის ფლანგვაზე რომ ფიქრობენ, ეხა ეს ერთი თვის განმავლობაში კი არ შეიცვლება, მაგრამ აი უკვე იწყება თქვენს ცხოვრებაში რაღაც ესეთი პერიოდი. გადადიხართ ასეთ სიტუაციებში, ასევე ცხოვრება გაძლევთ იმის შანსს, რომ ვიღაცამ ბიზნესი, ვიღაცამ ახალი პროფესია შეიძინოთ, რაც შემდეგ შემოსავლებს მოგიტანთ, თუნდაც ის, რომ ისწავლოთ, ხომ არის ასეთი კურსებიც, რომ როგორ დაზოგოთ თქვენი შემოსავლები, ხო? აი ისწავლოთ ეს ფინანსების მართვა და აი ესეთი სიტუაციები შემოდის ამ ერთი თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში, სხვათა შორის ძალიან კარგი. კარგი, რას მოგიტანთ, აბა ეს სიტუაცია, რას მოუტანს თქვენს ფინანსებს? როგორ წარიმართება თქვენი აი ასეთი მიდგომა შემდეგ თქვენს ფინანსებზე? როგორ წარიმართება ეს მიდგომა თქვენს ფინანსებზე? აი ხო გეუბნებით, ძალიან აი ხო, ძალიან იცვლებით აი ამ მხრივ.
თქვენს აი ამ მიჯაჭვულობებს, აი რაღაცების მიმართ შეიძლება გქონდათ, თუნდაც აი ამ ფულის ფლანგვის მიმართ გქონდათ ესეთი მიჯაჭვულობა, თითქოს აი ფულს თქვენს თანხებს საფულეში ვერ იჩერებდით. და ახლა გადადიხართ ძალიან დიდ სიძლიერეში ამ მხრივ შეიძლება ვიღაცები ლოცულობდით, ან როგორც წეგამ თქვი, რაღაცა კურსებს გადიოდით, რაღაცა ისწავლეთ, მოკლედ ამ მხრივ, ან ისწავლით ამ ერთი თვის განმავლობაში, რაც გამოგიყვანთ აი ისეთი გაურკვეველი მდგომარეობებიდან, მეგობრებო, და საკმაოდ დიდ ტრანსფორმაციას განიცდით აი ამ მხრივ. ასევე ფიქრობდით თქვენ აქამდე, რომ აი ესე რომ იქცეოდით და ასე ბევრს რომ ფლანგავდით თანხებს არასასრულ ნივთებში და რაც არ გჭირდებოდათ ისეთ რაღაცებში, შეიძლება გქონდათ და კიდე ყიდულობთ, აი რაღაცა ესე არ იცოდით რაში დაგეხარჯათ, ხო, ფული თითქოს ეგეთი სიტუაციები გქონდათ. ახლა ძირითადად ფოკუსირებული იქნებით საჭიროებებზე. აი არჩევანს გააკეთებთ თქვენი თავისკენ, თქვენი თავის საჭიროებებისკენ. შეიძლება აი იცი როგორ იყავით, რომ რაც რეალურად გჭირდებოდათ, იმაში არ ხარჯავდით თქვენს თანხებს და ხარჯავდით იმაში, რაც არ გჭირდებოდათ. ამიტომ ეხლა ცვლილებები იქნება აი ამ მხრივ, რომ თქვენ ფოკუსირებული იქნებით საჭიროებებზე და ეცდებით, რომ ეს ყველაფერი იყოს უკვე დასტაბილურებული თქვენს ცხოვრებაში, აი სტაბილურად. ესე კი არა, რომ აი ერთხელ ესე გააკეთეთ და მერე ისევ ძველებურად, არა. აი სწავლობთ ამ ყველაფერს, გონებით უდგებით, აი ძალიან ბევრს ფიქრობთ იმაზე, როგორ შეინარჩუნოთ თქვენი თანხები და საბოლოო ჯამში გამოგივათ კიდეც ეს ყველაფერი. აი ძალიან დიდ ცვლილებებში გადახვალთ, რაც საკმაოდ დიდ კმაყოფილებას მოგიტანთ. კაი. აბა მოდი ვნახოთ, რა უნდა გაითვალისწინოთ აი ამ სიტუაციაში. ინტერესოა. ვერავი, ამას დავტოვებ, განმომივარდა ეს ორიანის თასები. შესაძლებელია რომ ვიკითხე რა უნდა გაითვალისწინოთ აი ამ სიტუაციაში. ვიღაცას თუ ოჯახი გყავთ და მაშინ ხდებოდა თქვენი მხრიდან აი ესეთი ფლანგველობა, აღმოჩნდება ისე, რომ თქვენ მხარში დაგიდგება თქვენი პარტნიორი და აი ერთად ფოკუსირებული იქნებით თქვენს ფინანსებზე, აი ერთად ძალიან კარგად განსაზღვროთ თქვენს ფინანსებს და ეს ადამიანი ან თქვენი ვისაც მეუღლე არ გყავთ და რაღაც ვინმე ისეთი ადამიანი ახლობელი დაგიდგებათ გვერდში, ვისთან ერთადაც ძალიან კარგად განაგებთ თქვენს ფინანსებს, თუნდაც დაგეხმარებათ ის ამ ფინანსების განკარგვაში. კიდევ აი რა უნდა გაითვალისწინოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რას უნდა მიაქციოთ, ყურადღება ვნახოთ. თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. კი, აი როგორც ჩანს, მეგობრებო, ეხლა თუ ვინმე სთან ჯერ არ არის, ძალიან სწრაფად აღმოჩნდება ძალიან ისეთი ახალი კრეატიული იდეა თქვენს ცხოვრებაში ფინანსებთან დაკავშირებით. არ ვიცი ვისთან რა, მოკლედ ვიღაცასთან ბიზნესი, ვიღაცასთან რაღაც ახლის სწავლა, რაც შემდეგ მოგიტანთ ფინანსებს. ყოველ შემთხვევაში თქვენ ამ წუთას გადართული ხართ, აი თითქოს რაღაც სხვა ყველაფერი გვერდზე გაქვთ გადადებული, ურთიერთობებიც, გრძნობებიც და ასე შემდეგ ყველაფერი და გადართული ხართ, აი მიზანი გაქვთ რაღაცა დასახული, რომ თქვენ უნდა გამოხვიდეთ აი ამ ჭაობიდან და გამოხვალთ კიდეც სხვათა შორის, გამოხვალთ აი ამ მიზან დასახულობის ხარჯზე. აი ამ
შანსების გამოყენების ხარჯზე, შანსი გეძლევათ რაღაცა ცხოვრებიდან, რაც მოგიტანთ შემდეგ ძალიან ისეთ დამიწებულ, როგორ ვთქვა, ხო, დამიწებულ მდგომარეობას, აი მყარად რომ მიდგებით მიწაზე, შემოსავლების მხრივაც ძალიან კარგი პერიოდი გექნებათ, აი ეს ყველაფერი, რასაც ახლა გააკეთებთ, მოგიტანთ ძალიან კარგ პერიოდს შემოსავლების მხრივ და აქედან გამომდინარე ძალიან მყარად და კარგად იგრძნობთ თავს, სტაბილურად იგრძნობთ თავს. თუ ვიღაცას რაღაცა ისეთი პრობლემებიც გქონდათ აქამდე, რომ აი ამ ფინანსების ნაკლებობის გამო და ასეთი არასტაბილური ფინანსების გამო და ამდენი ფლანგვის გამო ცოტა საკუთარ თავზე ბრაზდებოდით და ისეთი მენტალური, ემოციური პრობლემები გქონდათ, აი ეს პრობლემებიც კი გაქრება, აი ისეთი სიმყარე შემოვა და ისეთ სიმყარეს შეიძენთ. ისწავლით, როგორ უნდა ხარჯოთ ზომიერად და როგორ უნდა განკარგოთ თქვენი ფინანსები, როგორ უნდა გადადოთ თანხები, რომ სტაბილურად გქონდეთ გადადებული თანხა, ასე ვთქვათ, და მოკლედ აი ეს, რასაც ახლა გაივლით აი ამ ერთი თვის განმავლობაში და რა ტრანსფორმაციებიც მოხდება თქვენს ცხოვრებაში და რომ მიზანი გექნებათ და ამ მიზანზე იქნებით ორიენტირებული, ეს ყველაფერი მოგიტათ საბოლოო ჯამში აი ამას, რაც წეღავ თქვი, უდიდეს სიმყარეს და ემოციურ სტაბილურობასაც კი. კარგი. დავასრულოთ ფინანსებზე საუბარი. მგონი ძალიან ისეთი შემეცნებითი და ბევრის მთქმელი იყო ფინანსებთან დაკავშირებით ჩვენი გაშლა. მოდი გადავიდეთ ახლა მეორე იყო კარიერა. რა ხდება კარიერაში? მშვენიერი. კარიერაში რა ხდება ახლა? ვიღაცები, ვინც ძალიან ბევრს შრომობდით იმისთვის, რომ რაღაცისთვის მიგეღწიათ, საბოლოო ჯამში ამ ერთი თვის განმავლობაში მიიღებთ შედეგს. მიიღებთ კმაყოფილებას. კარიერაში მიჩვენებს აი ამ მომენტს ზუსტად, რომ ვიღაცები სწავლობდით, ვიღაცები ფიზიკურად შრომობდით, ვიღაცას ბიზნესები გქონდათ და ესე ვიღაცას გონებრივი მუშაობა გიწევდათ. ყოველ შემთხვევაში აი ასეთი ბევრი შრომის შედეგს მიიღებთ და მიაღწევთ კმაყოფილების შეგრძნებამდე. მოდი ვნახოთ, ჩავშალოთ და ვნახოთ კარიერა. როგორ წარიმართება თქვენი კარიერა ერთი თვის განმავლობაში. მთლიანი ფონი, რომ თქვათ, არის როგორ იცი? აი რაღაცა სამართლის არკანია, რაღაცნაირი აი ხელმოწერებთან, რაღაცა შეთანხმებებთან გექნებათ კავშირი. ასევე შეიძლება ითქვას, რომ თუ გყავთ თანამშრომლები თქვენს სამსახურში, ძალიან ესეთი ჰარმონიული პერიოდი იქნება თქვენ და მათ შორის. ასევე შეიძლება თუ აქამდე ვიღაცებს დრო არ ყოფნიდათ სხვა რაღაცებზე გეზრუნათ და გეფიქრათ და მარტო კარიერაზე იყავით ორიენტირებული, ეხლა გადაანაწილებთ დროს მოკლედ სხვა საკითხებზეც. კარგი, აბა ვნახოთ. კარიერა ამ ერთი თვის განმავლობაში, თქვენი კარიერა. მშვენიერი.
მოდი ასე ვიტყოდი ახლა მე. მოწიოთ. მეგობრებო, თქვენს კარიერაში მიაღწიეთ რას? არ ვიცი, ვიღაცები შეიძლება თქვენ ხართ თვითონ დამფუძნებელი რაღაცა კომპანიის უფროსი, მმართველი, ხო? აი თქვენ მართავთ რაღაცას. თქვენ მართავთ აი ამ სიტუაციას, რაც თქვენს კარიერას შეეხება. არ ვიცი, ხო, ვისთან როგორ რეზონირდება, მართავთ ძალიან კარგად თან. აი იმის ფონზე, წეგან რაც თქვი, აი ბევრი შრომის ფონზე კმაყოფილების შეგრძნება გაქვთ თქო, აი ეს კმაყოფილების შეგრძნება არის ის ზუსტად, რომ თქვენი მმართველობის ქვეშ არის რაღაცეები. თქვენ წყვიტავთ, თქვენ ადგენთ, თქვენ ხართ უფროსი, ხო, რაღაცეებში და სხვათა შორის ძალიან კარგად, აი კმაყოფილების დონეზე, თქვენც კმაყოფილი ხართ, თქვენი თანამშრომლების კმაყოფილები არიან თქვენით და თქვენი შემოსავლებით და კარიერას თვითონ, აი რაღაცა აღზევების პერიოდი გაქვთ მოკლედ. აღზევების პერიოდი გაქვთ, გექნებათ, თუ ეხლა არ გაქვთ, აი ამ ერთი თვის განმავლობაში გექნებათ აი ესეთი პერიოდი. აი ეს, ანუ ამ ყველაფერს მიჩვეული არ ახართ თითქოს, ხო? აი არის რაღაცა ახალი თქვენთვის, ან ახალი ხართ ამ სისტემაში, იმ სიტუაციაში, სადაც თქვენ მართავთ, ხართ ახალი, საკმაოდ ვერ ვიტყვი, რომ იოლი არის თქვენთვის ეს ყველაფერი, საკმაოდ რთული და სტრესულია შეიძლება და ბევრ ძალისხმევას, ბევრ დროს მოითხოვს, ბევრ შრომას, თუმცა შედეგი გაქვთ ძალიან კარგი. კარგი, აბა კიდევ რა გექნებათ, რა სიტუაციები გექნებათ აი ამ ერთი თვის განმავლობაში. თქვენს კარიერაში. ახლა ვნახოთ. ასევე დავამატებდი კიდევ იმას, რომ თქვენ როგორც წერამ თქვი, რომ ძალიან ისეთი სტრესულია ეს ყველაფერი თქვენთვის. ბევრს ფიქრობთ და შეიძლება გგონიათ, რომ რაღაცა ნელა მოქმედებთ, მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ არის საჩქარო რეალურად. თქვენ ძალიან კარგად მიდიხართ. მაგრამ მაინც კარგად უნდა დაფიქრდეთ, ხო? რა ვიცი, აი ეს ჩამოკიდებული კაცი ცოტა ისეთია. აი კარგად უნდა დაფიქრდეთ. კი, წარმატებით და კარგად უძღვებით ყველაფერს, მაგრამ მაინც ტარო რჩევასავით გაძლევთ, რომ უნდა დაფიქრდეთ. ანუ არ ნუჩქარობთ, სწრაფად ნუ მიდიხართ, იმიტომ რომ ეს სისწრაფე ძალიან ბევრ ენერგიას გართმევთ. დაფიქრდით კარგად, რამდენად გიღირთ სინამდვილეში. შეიძლება ეხლა გიღირთ, მაგრამ აი ესეთ რაღაც გრძელვადიან პერიოდში რამდენად გიღირთ. აი ეს კარიერა, ეს სამსახური თუნდაც, აი არ ვიცი, დაფიქრებისკენ მოგიწოდებთ ტარო. თუმცა ამ ერთი თვის განმავლობაში წარმატება გექნებათ და აი ეხლა ამ წუთას გაწყობთ ეს ყველაფერი. კარგი. რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენს კარიერასთან დაკავშირებით აი ამ ერთი თვის განმავლობაში? რა უნდა გაითვალისწინოთ?
მეგობრებო, ბოდიში ვაპაუზებ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა რემონტი მიმდინარეობს კორპუსში და ხმებია ისეთი, რომ ჩემს ხმას ვეღარ გაიგონებთ ზოგჯერ, ამიტომ ვაგრძელებ და რა უნდა გაითვალისწინოთ, ხო, ესე იგი. აი როგორც წეღან ავღნიშნე, დასაფიქრებელია თქო. შეიძლება ზოგიერთები ფიქრობთ იმას, რომ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, ანუ ისეთი იმ დონეზე დატვირთულები ხართ და ცოტა გაშინებთ აი ის მომენტი, რომ თქვენს ხელში არის ყველაფერი და თქვენ მართავთ, შეიძლება პირველია თქვენს ცხოვრებაში ესეთი სიტუაცია და არ გაქვთ გამოცდილება, რომ ცოტა ფიქრობთ, რომ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ აი ამ კარიერა აირჩიეთ აი ამ მხრივ, ხო, აი ამ განხრით. თუმცა თქვენ იმ დონეზე კარგად შეგიძლიათ ამ ყველაფრის მართვა, ვიღაცა არამეს არასწორად აკეთებს, თქვენ შეგიძლიათ ისეთი შესწორებები შეიტანოთ, რომ სწორი გზით წაიყვანოთ ის ადამიანიც, თქვენი თანამშრომელი და თვითონ სიტუაციაც, რაღაცა არასწორი ხდება, რაღაცა შეცდომა, ყველაფრის იმ დონეზე მართვა შეგიძლიათ და იმ დონეზე გამოსწორება, რომ საბოლოო ჯამში თქვენ ძალიან სტაბილური ანუ იყალიბებთ ძალიან სტაბილურ კარიერას, მომავალს, შემოსავლებს აი ამ ყველაფრით. უნდა გაითვალისწინოთ ეს. იმის მიუხედავად, რომ ცოტა ეჭვი გეპარებათ, რომ რამდენად თქვენია ეს ყველაფერი და რამდენად გიღირთ ამ ყველაფრის კეთება, ამის მიუხედავად მეორე მხარე აქვს ამ თქვენს დღევანდელ მდგომარეობას ან ამ ერთი თვის განმავლობაში რა მდგომარეობას გექნებათ ის, რომ თქვენ იძენთ სტაბილურობას, თქვენ იძენთ წარმატებას, ასევე სტაბილურ შემოსავალს და ბედნიერი ცხოვრების ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების გარანტიას, ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ ძალიან საკმაოდ ისეთი პერსპექტივები გაქვთ, რომ მიაღწევთ აი ამ ყველაფერს. და ტარო გირჩევთ, რომ ეს ყველაფერი ნუ გაშინებთ. ანუ დროთა განმავლობაში თქვენ ამას ყველაფერს შეისისხორცებთ და გაითავისებთ, რომ ეს სათქვენოა და საშიში აქ არაფერი არ არის, ამის გამო უკან ნუ დაიხებთ და თქვენს მიზნებზე და თქვენს კარიერაზე, აი ამ წარმატებაზე ნუ იტყვით უარს თქვენი შიშების გამო. აი ეს იყო რჩევა ტაროსგან საბოლოო ჯამში. კარგი, მშვენიერი. გადავიდეთ ახლა პირადზე. მასაკეთ გადმოვდებ. რა ხდება პირადში? პირადში ცოტა ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, არასტაბილურ სიტუაციაში ხართ, არჩევნის წინაშე დგახართ. მოდი აბა ვნახოთ კონკრეტულად უფრო. რა იქნება ერთი თვის განმავლობაში თქვენს პირად ცხოვრებაში. როგორც ჩანს, ვიღაცები წასული ხართ ურთიერთობიდან, მაგრამ ჩავშალოთ უფრო უკეთესად. ან გინდათ წასვლა. ნახოთ აბა. აი ეს. არ ვიცი მეგობრებო, ცოტა ისეთი ის არის პირადში. თლად სახარბიელო სიტუაცია არ არის, თუმცა ყველა მინუს აქვს თავისი პლუსი, მე ესე ვფიქრობ. და მოდი რომ გავაგრძელებთ, ნახოთ. ჯერჯერობით ამ ერთი თვის განმავლობაში გექნებათ ასეთი სიტუაცია, ვისაც რეზონირდება მოკლედ იმათმა მიიღეთ თქვენს თავებზე, ყველამ არა, რა თქმა უნდა. ვისაც გაქვთ
ასე ვიტყვი, ვიღაცებს, ვისაც გაქვთ ოჯახი, შეიძლება მოხდეს აი ამ ოჯახის ოჯახური სიტუაციების დაპაუზება, დასრულება, რაღაცა ორივე თავის გზით რომ მიდიხართ, აი ესეთი სიტუაციები. არჩევანი არის აი ამ ხრივ, ზუსტად რომ არ იცით ამ წუთას რა გააკეთოთ. მაგრამ აი ამ ერთი თვის განმავლობაში დასრულება თუ არა რაღაცის დაპაუზება მაინც მოხდება. ვიღაცის ოჯახი, ურთიერთობა, შეყვარებულთან, მეგობართან, აი არ აქვს მნიშვნელობა. აი ესეთი სიტუაციები იქნება ამ ერთი თვის განმავლობაში. კარგი აბა კიდევ ვნახოთ, კიდევ რა სიტუაციებს უნდა ველოდოთ თქვენს პირადში ამ ერთი თვის განმავლობაში. ხო, მეგობრებო, აი არ ვიცი. ნუ ვერ ვიტყვი რომ კიდე გავშლი ერთი წუთი. როგორი სიტუაცია არის, იცით, მეგობრებო? აი ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალიან ტოქსიკური ურთიერთობიდან მიდიხართ, არა. მაგრამ არის რაღაცა სიტუაციები, რის გამოც თქვენ ერთმანეთთან ვერ თანხმდებით, ეს ჰარმონია ირღვევა თქვენ შორის, არ არის რაღაც ეს ჰარმონია და გადადის თქვენი ურთიერთობა ძალიან სტრესულში. ვერ უგებთ ერთმანეთს თითქოს, ხო? თუმცა აი ეს დაპაუზება, დაშორება მოგიტანთ შანსებს, ახალ საწყისებს, ან იგივე ურთიერთობაში, ან სხვა ურთიერთობაში რაღაცა ახლის დასაწყისს, ახალი ნაბიჯების გადადგმა. თითქოს აი იცი როგორ რაღაცას, რომ აი ეს დაშორება გაიძულებთ თითქოს ორივეს, რომ იზრუნოთ, იშრომოთ, გადაწყვეტილებები მიიღოთ, გაურკვევლობაში არ იყოთ და იზრუნოთ აი ამ ურთიერთობის განვითარებაზე. კაი. კიდევ რა იქნება ამ ერთი თვის განმავლობაში თქვენს პირად ცხოვრებაში? ხო. აი ეს ადამიანი, ვისთანაც ესეთ სიტუაციაში ხართ, ვცელოთ ერთი წუთი, გადაწყვეტს, რომ რაღაცა ამ წუთას არის საკმაოდ ისეთ ფიქრებში, ძალიან ბევრს ფიქრობს და ებრძვის საკუთარ თავს, გონებით დაიწყო თითქოს ფიქრი, არ ვიცი, შეიძლება ხვდება რაღაცა თავის შეცდომებს და ფიქრობს, რომ აი ეს ყველაფერი, აი ესეთი არეული მდგომარეობა თქვენ შორის განულოს და რაღაცა ნაბიჯები გადმოდგას თქვენსკენ. რაღაცა ნაბიჯები აღარ ქვია ამას პრინციპში, როგორ იცი, აი დააბალანსოს თუნდაც ის მიიღება-გაცემის ბალანსი. ან შემოგთავაზოთ, რომ ისაუბროთ, აი შემოგთავაზოთ, რომ ისაუბროთ აი ამ თქვენ სიტუაციაზე, თქვენს თემებზე. ვერ ვიტყვი, რომ აი ახლა ბოლომდე ჩამოყალიბებულია ეს ადამიანი და ძალიან დაბრძენებულია მეთქი, მაგრამ უნდა სტაბილურობა თქვენთან, უნდა ნაბიჯების გადმოდგმა. მაგრამ აი ეს თქვენ თქვენთვის რამდენად მისაღებია, ეს უკვე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რეალურად თქვენ ამ ადამიანისგან წასული ხართ აი ასეთი რაღაცა გაურკვეველი პრობლემების გამო და არა გრძნობების არარსებობის გამო, ხო? არ იყო რაღაც ისეთი ტოქსიკური ურთიერთობა აქ და არ არის. შეიძლება აი ამ ეხა მიმდინარეობს ეს ყველაფერი, ხო? კარგი. მოდი ახლა ვიკითხოთ. კიდე რამე ხო შეიძლება რომ დავამატო, აბა. ხო. აი ზუსტად ძალიან კარგი რომ დავამატე, რაღაცა
დანაკლისი ვიგრძენი ინფორმაციის და დავამატე და ზუსტად ის მომენტი აქ ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით, რომ ხვდება თითქოს თავის იმას შეცდომებს, თითქოს რაღაცნაირი არარესურსული იყო თქვენთან მიმართებაში, არ გასცემდა ბევრს, თავისთვის ინახავდა ყველაფერს და იმიტომ ვახსენეთ ზეგანაც, რომ ეს თქვენ შეიძლება უფრო მეც გასცემდით ვიდრე ეს ადამიანი და მოგბეზრდათ საბოლოოდ ეს სიტუაცია და ამიტომაც გინდათ წასვლა აქედან და ეს ადამიანი ხვდება ამ ყველაფერს და ფიქრობს, რომ უფრო საჭიროა, რომ გასცეს უფრო მეტი და ესე თავისთვის არ ინახოს ეს თავისი რესურსები, რაც უნდა რომ მოგცეთ, ჯობია რომ თავისუფლად გამოხატოს და მოგცეთ ეს ყველაფერი, იქნება ყურადღება, სითბო, სიყვარული, ფინანსები თუ რაც იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, გადმოდგას თქვენსკენ ნაბიჯები და გქონდეთ ისევ ეს ბედნიერი სავსე პირადი ცხოვრება, ოჯახური სიტუაციები, ვისთან როგორ არ ვიცი, თქვენს სიტუაციებს მოარგეთ, თუმცა უნდა თქვენთან ბედნიერება. აი, სისავსე, თქვენ ავსებთ თითქოს ამ ადამიანს და თქვენთან ურთიერთობა. კარგი, აბა, რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენს პირად ცხოვრებაში? აი, რას გირჩევთ ტარო, რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენ პირად ცხოვრებაში? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ შეიძლება აი ახლა ძალიან ისეთ სიტუაციაში ხართ მოწყენილი, არამოტივირებული, დეპრესიას ვერ ვიტყვი, მაგრამ აი რაღაცნაირად მაინც გენატრებათ ეს ადამიანი, ფიქრობთ მასზე, ხო? კაი, რა უნდა გაითვალისწინოთ, აბა, ამ პირად ცხოვრებაში, ამ სიტუაციაში? ქალბატონები, ვინც მიყურებთ, გეტყოდით ამას, რომ ეს თქვენ ხართ ამ ადამიანისთვის პირველი ქალი, იმპერატრიც, პირველი ქალი, მთავარი ქალი ეს უნდა მეთქვა უკაცრავად, მთავარი ქალი, იმპერატრიცა, დედა, შეიძლება მისი შვილების დედაც ხართ ვიღაცები, მაგრამ ეს ადამიანი რა თქმა უნდა უყვარხართ, შეყვარებული არის თქვენზე, ნამდვილად ვიტყოდი ამას, მაგრამ საკმაოდ არასტაბილურია, რაღაცნაირი აი მარტო ლაპარაკი რო შეუძლიათ, ხო ხვდებით? აი რაღაცნაირი საუბრებით რომ მიყავთ ურთიერთობა და არა ქმედებებით. და რეალურად თქვენ ეს ყველაფერი აი იმიტომ დაასრულეთ, რომ ქმედებებს ვერ ხედავდით, ხო? და ეს სიტუაცია, რომ მარტო საუბრებს უსმენთ და მისგან ქმედებებს ვერ ხედავთ, თქვენ ძალიან გამძიმებთ. თქვენ გჭირდებათ ამ ადამიანის მოძრაობა, მისი მოქმედებების დანახვა, რომ დაგიმტკიცოთ ეს ყველაფერი, აი ეს სიყვარული, თავის პასუხისმგებლობა რომ აიღოს მოკლედ ამ სიყვარულზე და დაგიმტკიცოთ ეს ყველაფერი. ტარო გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ რა. ეს ადამიანი, იცით, აი ცოტა არასახარბიელო ინფორმაცია არის, არ მიყვარს ხოლმე ესეთ ინფორმაციების გაცემა, მაგრამ რაც არის რეალობა და რასაც ტარო მიჩვენებს, ეს უნდა ვთქვა აუცილებლად. ეს ადამიანი კი, რა თქმა უნდა თქვენთან აი უზომოდ უნდა ძალიანაც უყვარხართ, მაგრამ აი სხვანაირი ვერ გახდება. თქვენ როგორც გინდათ, თქვენ ხო იმპერატრიცა ხართ. კი, აი ლაპარაკით წარმოგიდგებათ ესე, რომ არის თქვენი მეფე, იმპერატორი, მაგრამ რეალობა არის სხვა.
რეალობა არის ის, რომ ეს ადამიანი ცოტა არ იყოს მატყუარა, ცოტა ისეთი უკან რო იხევს ყველაფერზე, აი ესეთი ტიპაჟია, ხო? და უნდა გაითვალისწინოთ ეს, რომ კიდევ ერთხელ არ გაებათ მის მახეც არ არის, ბოროტული მახეც კი არ არის, აი როგორ თქვა. ესეთია უბრალოდ. და უნდა რომ მიიღო ესეთი, მაგრამ რადგან თქვენს ვერ იღებთ ასეთად, ხო, აი არ შეგიძლიათ და გამძიმებთ ესეთი პიროვნება. შეიძლება თქვენს გიყვართ, მასაც უყვარხართ, მაგრამ რეალობა არის სხვა, ხო? აი მისი საქციელები თქვენ არ გაკმაყოფილებთ და გულს გткენთ. უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ შეიძლება რომ დაბრუნდეს და მოგეჩვენოთ, რომ აი ეს ადამიანი რაღაცა შეიცვალა, აიღებს თავის ხელში ურთიერთობას, ოჯახზე ზრუნვას, მაგრამ რეალობა ცოტა ისეთია გულისადკენი, იმიტომ რომ ეს შეიძლება ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდეს და ისევ რაღაცა დაუბრუნდეს თავის სახეს ეს ადამიანი, რადგან ცოტა ისეთი არის, უკან რომ იხევენ და ვერ გაგიქაჩავთ ურთიერთობაში, აი ეს სიტყვა ყველაზე მეტად შეეფერება ამ სიტუაციას. ტარო გირჩევთ, რომ იცოდეთ, რომ ეს ადამიანი ურთიერთობაში ვერ გაგიქაჩავთ და ყოველთვის გულნადკენი დარჩებით მისი უმოქმედობისგან სამწუხაროდ. კიდევ რას გირჩევთ ტარო? ტარო გირჩევთ, მეგობრებო, იმას, რომ არ მისცეთ თავს უფლება, რომ იყოთ დეპრესიაში, რომ იცხოვრეთ წარსულით, რომ ფიქრობდეთ მხოლოდ მასზე, მოგონებებში იყოთ სულ. არ მისცეთ თავს უფლება ამ ყველაფრის, პირიქით გადადით ქმედებებზე, გამოდით აი ამ რაღაცა მარტოობიდან. ეხლა შეიძლება ძალიან ისე ხართ, მარტო გინდათ ვიღაცებს ყოფნა თქვენთვის, თქვენს ფიქრებთან, მაგრამ ტარო გირჩევთ, რომ გამოხვიდეთ აი ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ თქვენ ძალიან სტაბილური, მოქმედუნარიანი, წინსვლისუნარიანი ადამიანი ხართ. თქვენ ძალიან ეს პენტაკლების დედოფალი იქითაც ამოვიდა. თქვენ ხართ ძალიან ისეთი მიმზიდველი, საკუთარი თავი და ცხოვრება რომ მოგწონთ, ისეთი პიროვნება რეალურად, ხო? ასევე არც ფინანსები გიჭირთ, შეგიძლიათ ფინანსების გამომუშავებას თქვენ თვითონ. ამიტომ მისტერი ხართ. დაფიქრდით, აბა რას მისტერი ხართ რეალურად, ხო? შეიძლება უბრალოდ თქვენს გრძნობებს მისდამი, მხოლოდ აი ამას მისტერი ხართ და მეც არაფერს. ამიტომ იქნებით, ტარო გირჩევთ, რომ გამოხვიდეთ აი ასეთ, თუ ეხლა ხართ, ან ამ ერთი თვის განმავლობაში თავს იგრძნობთ აი ესეთ ცუდად მარტო ყოფნა რო გინდათ და არავის დანახვა რო არ გინდათ. ეხლა 1-2 დღე შეიძლება იყოთ, მაგრამ თავს არ მისცეთ უფლება, რომ დიდხანს გაგრძელდეს თქვენი ასეთი მდგომარეობა. გამოდით და წინ იარეთ, დაისახეთ მიზნები, იმოძრავეთ, იზრუნეთ თქვენს თავზე, თქვენს სულზე, თქვენს სხეულზე და მოიპოვეთ შინაგანი სიმშვიდე. აი ამას გირჩევთ ტარო. საბოლოო ჯამში კარგი იყო, კარგი გაშლა იყო, სხვათა შორის მომეწონა. მე წარმატებებს გისურვებთ თქვენს ყველა სფეროში, რაც ახლა ვისაუბრეთ. მეგობრებო, ვიზეც რეზონირდა, მოიწონეთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ასევე დღეს გავაკეთე TikTok-ის გვერდიც და ლინკს ჩავაგდებ და ძალიან გამიხარდება თუ იქაც გამომიწერთ. დაგემშვიდობებით მე დროებით.